თან კანონები, რომლებიც უნდა დაუდგინო მათ. თუ ებრაელ ყმას იყიდი, 6 წელი გემსახუროს. მე-7 წელს უსასყიდლოდ გათავისუფლდეს. თუ მარტო მოვიდა, მარტო წავიდეს. თუ ცოლიანი იყო, ცოლიც თან წაიყოლოს. თუ პატრონმა უთხოვა ცოლი და ცოლმა ვაჟები და ასულები უშვა, სულიც და მისი შვილებიც პატრონისაა. თავად მარტო წავიდეს. თუ ყმა იტყვის, მიყვარს ჩემი პატრონი და ჩემი ცოლშვილი, არ მიდა თავისუფლებაო. მოიყვანოს მისმა პატრონმა ღვთის სამსჯავროზე. მიაყენოს იგი კართან ან წირთხლთან და სადგისით გაუხვიდოს ყური. მისი ყმა იქნება სამუდამოდ. თუ კაცი ვინმე მხევლად გაყიდის თავის ქალიშვილს, ყმასავით არ უნდა წავიდეს იგი. თუ თვალში არ მოვიდა პატრონს, რომლის დანიშნულიც არის, თავი მაინც გამოასყიდვინოს. უფლება არ აქვს უცხოს მიყიდოს, რადგან პირი უშალა. თუ კაცი კეტით სცემს თავის ყმას ან მხევალს და შემოაკვდება, პასუხი უნდა აგოს. ოღონდ თუ ერთს ან 2 დღეს გააწია, პასუხი არ მოეთხოვება, რადგან მისი ვერცხლია იგი. თუ კაცი თავის ყმას ან მხევალს თვალში ჩაარტყამს და გაუფუჭებს, თვალის წინ უნდა გაათავისუფლოს. თუ ყმას ან მხევალს კბილს ჩაუნტრევს, კბილის წინ უნდა გაათავისუფლოს.